ფაქტობრივად შესაძლებელია, იმიტომ რომ რეგიონთან მიმართებით ინტერესები ძალაში რჩება, მათ შესაძლოა ხელისუფლებასთან იმ ფორმატის ურთიერთობა აღარ აღადგინონ, რომელიც აქამდე ჰქონდათ, მაგრამ მათ მოუწიოთ დიალოგის წარმართვა იმასთან, ვინც იქნება აქ დე-ფაქტო მმართველი. ამის იმედი აქვს ივანიშვილს და სწორედ ეს არის მისი გათვლა, რომ დროთა განმავლობაში ყველა მოთამაშეს მაინც მოუწევს ვიღაცასთან საუბარი, ამის პრაქტიკა არსებობს დასავლეთში, ისინი ურთიერთობენ ავტორიტარულ რეჟიმებთანაც, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ ურთიერთობის ფორმები არის განსხვავებული. ეს საქართველოს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად იქნება, ვიდრე იმ ქვეყნების შემთხვევაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, სადაც მათ თვითკმარი ეკონომიკა აქვთ, იმ გაგებით, რომ რესურსი გააჩნიათ, ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, მაგრამ დასავლეთს ყველა შემთხვევაში მაინც რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია ჭირდება რეჟიმის. იმისთვის, რომ რეჟიმის ლეგიტიმაცია არ და ვერ მოხდეს, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს საპროტესტო ტალღამ. დიდხანს შეძლოს გაუძლო რაღაცნაირად შეეწინააღმდეგოს იმ კაბალურ ზეწოლას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოდის, იმიტომ რომ ძალიან დისპროპორციულია ბრძოლის მეთოდებიც და რესურსიც. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებით დიდია ახლა ყურადღება და მნიშვნელობა ამ ტრანსკასპიური დერეფნის, ან საერთაშორისო სავაჭრო გზის და შესაბამისად საქართველოსი და ეს დერეფანი ყურადღების ცენტრშია ყველა გლობალური მოთამაშისთვის. იქნება ეს რუსეთი და ჩინეთი, თუ იქნება ეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამდენად საქართველოს გლობალური მოთამაშეების დღის წესრიგში და ყურადღების ეპიცენტრშია ყველა შემთხვევაში დარჩება. უბრალოდ ბრძოლა მიმდინარეობს მმართველობის განსხვავებულ სტილზე. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის კონტროლისთვის იბრძვის როგორც ჩინეთი და რუსეთი, ისე მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთი. ამდენად თუ ვთქვათ ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიც არის რუსეთი და როგორიც არის ჩინეთი, საქართველოში ჭირდებათ შესაბამისად უკონტროლო ტერიტორია, ანუ ჭირდებათ უკონტროლო საზღვრები, მათ დაქვემდებარებული თბილისი, რომელიც ვთქვათ არ შეეკამათება, რა ტიპის ტარიფები უნდა დადგინდეს, მილსადენებზე როგორი გადასახადები უნდა დადგინდეს და ამავდროულად იქნება ავტორიტარული მმართველობის ფორმატი, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, საქართველოსთან ურთიერთობისთვის ჭირდებათ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა არ გვინდა ყურადღების ცენტრში ყველა შემთხვევაში ვიქნებით, უბრალოდ მნიშვნელოვანია შეძლებს თუ არა ივანიშვილი თავისი რესურსის გაძლიერებას და მაშინ შესაბამისად რუსულ-ჩინური ინტერესების შენარჩუნება საქართველოში, რუსული ინსტრუქტაჟის პირობებში, თუ შეძლებს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების მოწყობას შესაბამისად დემოკრატიული განვითარების გზით. იმისთვის რომ ამიტომ ივანიშვილი ახლა დროის მოგების რეჟიმშია, იმისთვის რომ ცხადია ჩვენ ვაშინგტონისთვის ახლა ნომერ პირველ პრიორიტეტებში არ შევდივართ, მაგრამ შევდივართ ინტერესის სფეროში, ამიტომ ადრე თუ გვიან და როგორც ჩანს უფრო ადრე ვიდრე გვიან, ამას მოწმობს ელჩი დანიგანის შეხვედრა ივანიშვილის წარმომადგენლებთან, რომ საქართველოსთან რაღაც ტიპის დიალოგის და მედიაციის რეჟიმი დაიწყება, იმიტომ რომ საქართველოს შედის სტრატეგიულ ინტერესებში გლობალური მოთამაშეების. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც მათთან ისაუბრებს, იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ანუ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმაცია. ის რომ ივანიშვილი დღეს დასავლეთთან და ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ის, რომ სახალხო პროტესტი გრძელდება უწყვეტად, რაც პარტნიორებს უშლის ხელს, უშლის კარგი გაგებით ხელს, ანუ აფერხებს იმაში, აფერხებს, რომ ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ ერთეულს გაესაუბრო.